თბილისში ბუნებრივი აირის ავარიულად გამორთვის მიზეზების დასადგენად მოკვლევა დაიწყო. პარალელურად უკმაყოფილო აბონენტთა მიმართვის საფუძველზე 17 თებერვალს საჯარო მოსმენა სემექსში გაიმართება. 9 თებერვალს 500 მმ-იანი მილის დაზიანების შედეგად გაზი ვაკე-საბურთალოს რაიონის 150.000-მდე აბონენტს შეუწყდა. გაზმომარაგების აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, თუმცა დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილს ბუნებრივი აირი ისევ არ მიეწოდება. კვლევის საგანია აღდგენის პროცესის გაჭიანურებაც. არ არის გამორიცხული თბილისი ენერჯის აბონენტებისათვის კომპენსაციების გადახდაც მოუწიოს. თბილისი ენერჯის ოფიციალური პოზიციაა, რომ გაზის გათიშვის მიზეზი სავარაუდოდ მესამე პირის მიერ გამოწვეული დაზიანება იყო. შალვა სუმბაძე არ კვებდა დეტალებს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. შალვა. თავდაპირველად გეტყვით, რომ დაახლოებით 9:30-ისთვის კომპანია თბილისი ენერჯის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად აღსადგენი გაზმომარაგება აქვს დაახლოებით 3000-მდე აბონენტს ჯერ კიდევ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არის ის ასე ვთქვათ აბონენტები, რომელთანაც საერთოდ არ მომხდარა გაზის ჩართვა, თუმცა ამ აბონენტების გარდა, როგორც ჩვენ ენერგოომბუდსმენის აპარატში განგვიმარტეს იქამდე, ვიდრე ამ მონაცემებს მივიღებდით, იყო ისეთი აბონენტებიც, რომლების ქუჩებზეც მაგალითად აღდგენილია გაზმომარაგება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ უშუალოდ ლოკალურად კონკრეტულ კორპუსებში, კონკრეტულ ბინებში არსებობს პრობლემები, გაცილებით მეტია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ვერ იღებენ, ასე ვთქვათ, ბუნებრივ აირს ამ დრომდე. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ბუნებრივი აირის გათიშვის შემდგომ აღდგენას აქვს საკუთარი პროტოკოლი, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეულ კორპუსთან მიდის შესაბამისი სამსახური და ამოწმებს ქსელს. ხომ არ არის ისეთი ბინები, რომელშიც დატოვებული იყო გაზი ჩართული და შესაბამისად არსებობს რისკი, რომ მოხდეს გაჟონვა და თუ კი ფიქსირდება ასეთი შემთხვევა, რომ ქსელში არის გაშვებული ბუნებრივი აირი, ამ შემთხვევაში ბუნებრივია არ ხდება კონკრეტულ კორპუსებში ბუნებრივი აირის გაშვება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის უსაფრთხო და შესაძლოა ამას მოყვეს საკმაოდ ცუდი შედეგები. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთ მიზეზად თბილისი ენერჯიში სწორედ ამას ასახელებენ, რომ ამიტომ გაჭიანურდა დროში ბუნებრივი აირის აღდგენა, რომ სწორედ საკმაოდ ბევრ სამუშაოს უკავშირდება ყველა კორპუსთან უშუალოდ მისვლას და ამ ქსელის შემოწმებას უკავშირდება ეს ყველაფერი და ამიტომ გაიწელა დროში 150.000-მდე აბონენტისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება, თუმცა ენერგოომბუდსმენს ვკითხეთ, რამდენად ნორმალურია ის ვადა, რამდენად ჯდება იმ სტანდარტებში აღდგენის, რომელიც უნდა არსებობდეს ქვეყანაში ამდენი ხნით, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის შეწყვეტა და როგორც ჩვენ ენერგოომბუდსმენმა განგვიმარტა, ამ მიმართულებით არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, რომელსაც ბუნებრივია აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. ამ კითხვების ადრესატი იქნება კომპანია თბილისი ენერჯი, რომელსაც ამ და სხვა კითხვებზე მოუწევს, მათ შორის 17 თებერვალს სემექსში გამართულ შეხვედრაზე პასუხების გაცემა. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ამ დრომდე დაზიანების მიზეზებიც, რამაც სავარაუდოდ უნდა განაპირობოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ გამორთვაზე დაეკისრება კომპანიას. ეს ბუნებრივია არ მოხდება 17 თებერვალსვე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი, უნდა ჩატარდეს ექსპერტიზის დასკვნაც, უნდა ჩაბარდეს, უნდა დაიდოს საბოლოო პასუხები და ამის შემდეგ გადაწყდება რა პასუხისმგებლობა დაეკისრება კომპანიას, თუმცა როგორც იცით, არსებობს შემთხვევები, რომ მაგალითად ელექტროენერგიის ან წყალმომარაგების შემთხვევაში, როდესაც აბონენტებისთვის კომპანიას დაეკისრა კონკრეტული, ასე ვთქვათ, ზიანის ანაზღაურების გადახდაც, შესაძლებელია ამ შემთხვევაშიც მსგავს ფაქტს ჰქონდეს ადგილი, თუმცა როგორც გითხარით, ეს ყველაფერი მოკვლევის შემდეგ იქნება ცნობილი. პირველ რიგში უნდა დაადგინდეს გამომწვევი მიზეზი, ეს ერთი, რამ გამოიწვია. მეორე, იმის გარდა, რომ შესაძლებელია ეს გარე ფაქტორიც იყოს, აქ უმნიშვნელოვანესია ის შეიძლებოდა თუ არა აღნიშნული დაზიანების, თქვათ, მანამდე აღმოფხვრა. ფაქტია, რომ კომპანიის მხრიდან აღდგენითი სამუშაოების პროცესი არ არის სწორად წარმართული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაგვიანება, ლაფსუსია და კიდე აგერ გვაქვს ბევრი სატელეფონო შეტყობინებები, სადაც ახლა კომპანია აცხადებს, რომ კონკრეტულ ქუჩას მიეწოდება, მაგრამ იქ არის რამოდენიმე, თქვათ, კორპუსი, სადაც მიწოდება ჯერ კიდე აღდგენილი არ არის და ეს პროცესები რომ კარგად არ არის მართული ფაქტია. ვარაუდი იყო, რომ შეიძლება მესამე პირის ჩარევით მომხდარიყო დაზიანება, თუმცა როდესაც ადგილზე მივიდნენ და ნახეს მილი როგორ იყო დაზიანებული, აღნიშნული მაღალი წნევის გაზომარაგების მილი დაზიანებული იყო თვითონ უშუალოდ გადაბმაში და ამ ეტაპზე იმაზე საუბარი, რომ ვინმე მესამე პირის ჩარევით მოხდა აღნიშნული შემთხვევა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება.
ბუნებრივი აირის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ კითხვები თბილისის მერთან, ენერგოომბუდსმენთან ჰქონდა, ასევე კითხვები ჰქონდა კომპანიის წარმომადგენლებთანაც, თუმცა მათთან კომუნიკაციის შემდეგ მათ სატელევიზიო კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. მადლობა, ეს შალვა სუმბაძე იყო და